ასე ვიტყვი, როდესაც გიშთა რეესტრი შეიქმნება, მე მოვითხოვ, რომ ამ გიშთა რეესტრი რო იქნება დიდი და ყველას რომ შეყრიან, ასე ვიტყვი, ვინც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას არ ეთანხმება, აკრიტიკებს და ვინც დე ფაქტო ხელისუფლებას გიჟად, ანუ შეურაცხადად, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირად მიაჩნიან და ეს იქნება ალბათ დიდი სია და მე ყველა ჩამოვართმევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მე მოვითხოვ, რომ გიშთა რეესტრში შეიყვანონ ზაზა შათირიშვილი. ახლა 2 წუთიან ვიდეოს არ გაჩვენებთ, მაგრამ შემდეგ რამეს ამბობს, გაჩვენებთ ნაწილობრივ, შემდეგ რამეს ამბობს ზაზა შათირიშვილი ვასილ მაღლაფერიძესთან და გიორგი გვიმრაზესთან პოდკასტში, რომ მეო ვიციო, წარმოიდგინეთ, ალეკო ელისაშვილმაო, რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთაო. ჯერ ერთი თვალი იყო. როგორც ნასვამი თვალი, ალეკო ელისაშვილი არ ყოფილა და ვასილ მაღლაფერიძეს კი გამოშტერდება, გაგიჟდება რა თეორიას არ ვითარებ, რას მაგიჟებს საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს, თვალი იყო თუ არ იყო, გზად ეს ალკოჰოლი გაუვიდოდა, იმიტომ რომ ალეკო ვიცით თქვენ რომ ისე სასამართლომდე რამდენიმე კილომეტრი ფეხითი არა. მაგრამ ავანებოთ ამას თავი. მეო სხვა თეორია მაქვს. ამბობს ეს წვერებიანი ვითომ ფილოსოფოსი, რეალურად დუგინის ვაკაცი, რეალურად აი ამ რაღაც ხაზის, ხო, რუსული ხაზის ერთ-ერთი საყრდენი, ამბობს შემდეგ რამეს რომ იქ რომ მივიდაო სასამართლოშიო, სხვებმა დაავალესო, რომ თავი უნდა დაეწვაო და ამის შედეგად არ ვითარებს მე თეორიას იმის თაობაზე, რომ თვით შეწირვაზე, თვით მსხვერპლზე უნდა წასულიყო და ამის შედეგად უნდა წარმოშობილიყო, წარმოქმნილიყო რევოლუციური პროცესიო და აი ყოჩახ ჩვენ სამართლო დამცავებს, მე მგონი ამასაც ამბობს ბანდიტი ზაზა შათირიშვილი. აკიგითხა ის, რომ ვასიკო მაღლაფერიძეც კი, რომელიც არასოდეს არ დამიცავს, 30 წელიწადია, ანუ არ ვიცი 20 წელიწადია, ხო? არასოდეს დამიცავს, ვასიკო მაღლაფერიძეც კი გიბოდი შემწმისთვის და გამოშტერდა, გაოცებული თვალით უყურებს ადამიანს, რომელიც კაცილებით წინ არის გიშთა სიაში, ვიდრე ნებისმიერი, ვინც ბიზინა ივანიშვილს ებზვის. ოღონდ მასზე წინას არის ერთი კაცი, რომელსაც ახლა დაგისახელებ და ხვდებით ალბათ ვისაც საუბრობ, ეს არის უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი. ზაზა შათირიშვილი აგიჟებს ბიზინა ივანიშვილს, თუ ბიზინა ივანიშვილი აგიჟებს ზაზა შათირიშვილს, ღმერთმა უწყის, როდესაც ზაზა შათირიშვილის ეპისტოლეები ქვეყნდება უთუოა და უსათუოა, რომ ყველა ეპისტოლე შეთანხმებულია, ყველა ეპისტოლეს ყველა მძიმე, ყველა აქცენტი შეთანხმებულია, ყველაზე უფრო დიდ შეურაცხადთან ბიზინა ივანიშვილთან, აი ბაობაბის ხეებს რომ ეხუტებოდა და ვინც ის იქნება ეხუტება კიდეც, ახლაც თუ ბაობაბის არა, სხვა ხეებს, სხვა მცენარეებს ეხუტება და ენერგიას იღებს, ენერგიას გასცემს და ფრიად დარდობს იმაზე, ბაობაბის ხეები ხო გაუხმა და იმაზე ნამდვილად რომ დარდობს, ეს პრინციპში ყველამ ვიცით და სიცოცხლის გახანგრძლივება არა უნდა და ასე შემდეგ, როგორც ღვიძლის გადანერგვა კი არ უნდა, თირკმლის გადმონერგვა, ხო? არა, შესაძლოა ესეც უნდა, მაგრამ მას ჰგონია რომ ას უფრო მეტ ხეს ჩაეხუტება დაკოცნის, ხო, მე მიაბავენ რომელიღაც ეტაპზე, ოღონდ ის კარგი კაცი იყო. რომელიღაც ეტაპზე მას მიაბავენ იმ რომელიმე ხესთან, იმ კაცს კი ვინც მიაბეს, ლიტერატურულ პერსონაჟზე ვლაპარაკობ, ერქვა ხოსე არკადიო ბუენდია, ოღონდ ხოსე არკადიო ბუენდიამდე ბიზინა ივანიშვილს ბევრი უკლია, თუმცა ის ხოსე არკადიოსაც გარეკილი ქონდა, გახსოვთ ხო? თივის სვინები გადაწვა, ვისაც ახსოვს სოფელ მაკონდოში, სოფელ ჭორვილაშიც ესეც გადაწვავს თავის თივის სვინებს, როდესაც ამ ლუპას გაბადიდებელ შუშას მიუტანენ, ან დაიწყებს ხოსე არკადიო ბუენდიასავით რაღაცა იარაღის გამოგონებას, ან რაღაც ოქროს თევზებს გამოეკიდება და ასე შემდეგ, ხო, ამოიწურება მალე 5 წუთი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზაზაია შათირიშვილი ბიზინა ივანიშვილს აბასთუმრის უღრანებში ჭიკჭიკიროა. იქ ესაუბრება, რომ აი ალეკომ იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი, რომ მე თავი დაეწვა, იმიტომ რომ თავის მხრივ ხაზარაძეს უნდოდა, რომ ალეკო მე მისცემდა ფულს ოჯახს, ალეკოს ოჯახს გარდაცვლილი ალეკოს ოჯახს მისცემდა ხაზარაძე ფულს, მაგრამ საბაგიეროდ დაიწყებოდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური პროცესი და აი რა მაგარია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება გარეკეს, მოკლედ ამის თქმა მინდა, ყველამ გარეკა
მე ამას გულახდილად გეუბნებით და ამოიწურა ამასობაში 5 წუთი. დააწვინეთ მეთქი, ამის თქმა მინდა. დააწვინეთ, იმიტომ რომ ყველაზე უფრო გიჟთა შორის, ხო? სწორედ ესაა. თუ მაინც და მაინც გიჟებზე ვლაპარაკობთ, თუ ვლაპარაკობთ შერეკილებზე, ადამიანებზე, რომლებიც გაფრინდებიან, ბევრჯერ ვიტქვამს და ახლაც ვიტყვი, ხო, რასაკვირველია, ჩვენ გავფრინდებით. იმ კარგი კონოტაციით შერეკილები არიან ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ამ რუსულ ბანდას და ეუბნებიან, რომ დავაი დაახვიე რა. ახლა აქედან ეს ქვეყანა შენი კი არა, შენი, რუსის კი არა, ჩემია. ქართველისა, შთამომავალისა. ყველა იმ გიჟის შთამომავალისა, გიჟის შერეკილის შთამომავალისა, ვინც წარსულში იყო და ვინ არ იყო შერეკილი და იდეალისტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენს ქვეყანაში მართლა ბევრი გყავს ხალხა. ზაზა შათირიშვილი, მათ ვერ იტანს, ბიზინა ივანიშვილი, მით უფრო. ნახვამდის.